საკანონმდებლობის შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა ვამახვილებთ ყურადღებას რომელიმე პიროვნებაზე. მაგრამ როდესაც მოახდინება საარჩევნო თარიღი, უფრო მნიშვნელოვანია რომ ხალხი მიმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, ვინც გამოიკვეთება, დანარჩენები ნუ გახდებიან ხმის გამყოფები და მათ მოხსნან თავიანთი კანდიდატურა, რომ არჩევნებს მიეცეს აზრი და არჩევნების შესაძლებელი გახდეს რაღაცა ცვლილება ამ ქვეყანაში. ასეთ მოწოდებებს არ ამგონია რომ დიდი გავლენა ჰქონდეს კანდიდატებზე, მაგრამ თითოეული მათგანი დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვარ რაც ცნობიერებს რეალობას, თუ ის თავისუფალია საკუთარ არჩევანში. დიდი ალბათობით ასეც მოხდება. არჩევნების წინ მაინც გარკვეული კონსოლიდაცია წაადგებოდა საქმეს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ მივიღეთ დღეს ესეთი პარადოქსული სურათი, როდესაც ხელისუფლებას მეტი კანდიდატები ყავს ვიდრე ოპოზიციას, ხო? აქედან გამომდინარე თვითონ ეს მიმართვა რომელი ოპოზიციონერი კანდიდატისთვის გამოდგება დაუშვათ, ხო? ძნელი სათქმელია.